საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ გამოძიებებმა, მათმა დაკავებებმა და გირაოთი გათავისუფლებამ გააჩინა კითხვა, ეს არის რეალურად ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა თუ ქართული ოცნების შიგნით კლანური დაპირისპირება, რომლის ფარგლებშიც კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე პარტიის ყოფილ წევრებს თავიდან იცილებენ. Როგორც ორგანიზაცია წერს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეისწავლა მიმდინარე გამოძიებები და მათი ფიგურანტები. შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიების ქვეშ მყოფი პირები ძირითადად არიან ან სუსის, ან ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები. ბოლო წლებში მრავალი სხვა მაღალჩინოსნის მიმართაც იყო დაგროვილი კორუფციული ბრალდებები, თუმცა გამოძიება ამ შემთხვევებს არ შეხებია. ფაქტია, რომ გამოძიება შერჩევითად დაინტერესდა ქართული ოცნების კონკრეტული ყოფილი მაღალჩინოსნებით. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას და რომ საგამოძიებო ორგანოები ამ მიზნით გამოიყენება. უცნობია კონკრეტულად რა მიზნით გაუბრაზდა ბიძინა ივანიშვილი მის ყოფილ ქვეშევრდომს. ბოლო თვეებში ამ პროცესის ასახსნელად მრავალი ვერსია გაჟღერდა. სუსტი მიზეზის დასადგენად საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა ერთი რამ ნათელია, ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა.